2023 წელს ჩემს მეორე გოგოზე დავორსულდი. ეს იყო მშვენიერესი შეგრძნება, თუმცა ისეთი, რომელიც ჩემს ხელში დიდ ცვლილებას გამოიწვევდა. პირველი 5 თვე განსაკუთრებულად რთული იყო, იმიტომ რომ ტოქსიკოზით ვიტანჯებოდი. ბოლო ტრიმესტრში დაახლოებით 25 კილოგრამი მქონდა მომატებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ღირდა იმ მომენტისთვის, როცა ჩემი პატარა გოგო დავიჭირე ხელში. ვერ მოგატყუებთ, პოსტპარტუმი მძიმე აღმოჩნდა, ჰორმონალური დისბალანსი, ლაქტაციის პერიოდი, ახალ სხეულთან შეგუება, როცა გონია რომ არაფერი არ გიხდება, ხასიათის ცვლილებები და ზოგჯერ დეპრესიაც კი. ჩემ თავს ვახსენებდი, რომ ჩემს სხეულს დრო სჭირდებოდა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ 1 წელი არაფერი არ გამეკეთებინა და არ დავსტრესილიყავი და უბრალოდ მეცხოვრა ჩემი ცხოვრება. როცა ჩემი გოგო 1 წლის გახდა, ბუნებრივად გაიწოვა ორსულობის დროს დაგროვებული კილოგრამები. დაახლოებით 10 კილომდე უკვე დაკლებული მქონდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ დრო იყო საკუთარი თავისთვის მიმეხედა და ჯანსაღ-კვებაზე გავამახვილო ყურადღება. სიმართლე რომ გითხრათ, ეს კომპანია რომ არა, მარტო ამას ვერ შევძლებდი. დრო ყოველ დღე მზა დაბალანსებულ საკვებს მიგზავნი და ოფისში საჭირო კალორიული დეფიციტით. არანაირი ვარაუდი, არანაირი სტრესი, მხოლოდ ჯანსაღი, ნოყიერი საკვები, რომელმაც ერთ თვეში დაახლოებით 5 კილოგრამი დამაკლებინა. ვინაიდან დიეტები არ მიყვარს და ხშირად ვარღვევ ხოლმე, ეს ჩემთვის არის საკმაოდ კარგი შედეგი. რა საოცარია ქალის სხეული, როცა ამდენი ცვლილების და ტანჯვის შემდეგ, აი ამ ხელა სიმდიდრე გრჩება.